საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს თანამშრომლობა ერთობლივი პროექტის გარშემო. დოკუმენტური სერიალი „ცნობილი აფხაზების უცნობი ამბები“. სერიალი გადაღებულია მკვლევარ ნატო მარშანიას წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ მიხედვით. ფილმის გმირები არიან ის აფხაზები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ქართველებთან ერთად ემიგრაციაში აგრძელებდნენ. დოკუმენტური სერიალის 3 ნაწილის გადაღება, რომელიც რამდენიმე სერიას მოიცავს, უკვე დასრულებულია. სერიალს მაყურებელი სექტემბერში იხილავს. აფხაზური არქივის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზური კულტურის წამოწევა, ჩვენი მოქალაქეებისთვის ამის გაცნობა და ამ ნაწილში ჩვენ ძალიან გვეხმარება საზოგადოებრივი მაუწყებელი. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ ყველა იმ პროცესში ჩართულობისთვის, რომლის განმავლობაში, წლების განმავლობაში ამას ახორციელებდნენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდაც აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქართულ-აფხაზური კულტურა საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი. ვფიქრობ, არ ახალია, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის აფხაზეთი და მისი რგვლივ ნებისმიერი დეტალი. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად თანამშრომლობთ, ვისაუბრეთ არქივის მნიშვნელობაზე და დავგეგმეთ ახალი პროექტი, როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ახლოს ამ მიმართულებით. დოკუმენტური ფილმები, რომელიც მაყურებელს ელის უკვე სექტემბრიდან, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ეს არის უამრავი აღმოჩენა იმ ადამიანებზე და იმ დიდ კულტურაზე, რომელსაც აფხაზეთი ინახავს ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეს არის ადგილი, სადაც სწორედ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და არა მარტო გვახსოვდეს, არამედ ვაცოცხლებდეთ ახალი თაობისთვის ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და ერთიანობას.